მოდი ვნახოთ ვინ ან რა ბრუნდება შენს ცხოვრებაში. მოგესალმებით ყველას, ვინ ან რა ბრუნდება შენს ცხოვრებაში. ენერგიები ბრუნდება როგორ ჩანს შენს ცხოვრებაში, მიჩვენებს შინაგანი ძალა შენი ბრუნდება, შანსები ბრუნდება. გამოჯანმრთელების შანსები, ვისაც გამოჯანმრთელება სწორია. განდეგილობიდან გამოდიხართ, როგორც ჩანს, სადაც გაჩერებულ პოზიციაში იყავით. ქალური ენერგია ბრუნდება, მამაკაცური, გოგოებთან სილამაზე ბრუნდება, მოქმედება, გზები იხსნება თქვენი, მთვარიდან გამოსვლა ჩანს, შედიხართ ტრანსფორმაციაში ძალიან დიდი შიშების და შიშების ფონის შემდეგ. ძალიან რთული პერიოდი გაქვთ გავლილი, ხედავ, მეგობრებო. 5 პენტაკლიდან გამოსვლა ჩანს, რა ბრუნდება თქვენთან. წარსულიდან ბრუნდება, სავარაუდოდ ბრუნდება სიყვარულის ენერგია, ბრუნდება ურთიერთობის შესაძლებლობა, ბრუნდება თქვენთან წართმეული სიყვარულის ენერგიები, სადაც წაგართვეს ენერგია და ვეღარ იყენებდით. მარტოსულობა მიდის თქვენგან, ქრება ეს ნოსტალგიური პროცესები, ვიღაცა გენატრებოდათ მაგალითად და თავისუფლად ვერ გრძნობდით ამის გამო თავს. აი ეს ნოსტალგიაც ქრება, ბრუნდება სიმშვიდე, ბრუნდება ასპექტი ურთიერთობის შესაძლოა, ურთიერთობა ბრუნდება, ადამიანი ბრუნდება ურთიერთობიდან. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს. სიყვარული ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, სიყვარულის პაჟი, ტათასების პაჟი, ენერგია სიყვარულის. ან ადამიანთან არის დაკავშირებული მოვლენები, ვინც თქვენთვის ძალიან განსაკუთრებული იყო. როგორც ემოციური განკურნება, ისე ბრუნდება ენერგია, რომელსაც ელოდებით, თქვენი ცხოვრებისეული ენერგია. და თუ ეს არის პიროვნება, რომელიც ბრუნდება, მაშინ ეს პიროვნება ძალიან თბილია. ემოციურად ძალიან სტაბილურია, ან ასეთი დაბრუნდება თბილი, სტაბილური, სენტიმენტალური, თუმცა თქვენ მასთან ვერ ხედავდით უკვე საერთოს ვერაფერს, ხო? ან უკვე დიდი ხანია დაშორებულები ხართ. შეიძლება იყოს მეგობარიც, დაქალიც, ძმაკაციც, შეიძლება იყოს ადამიანი გზიდან, ვიღაცა ჩამოდეს, გზიდან მაგალითად მოდის ადამიანი, ვიღაცა ბრუნდება თქვენ ცხოვრებაში, მშობელი შეიძლება, რომელსაც უყვარხართ. აქ სამყარო გაძლევს შანსებს აბსოლუტური კრიზისის შემდეგ, თქვენი დაბრუნებული ენერგიის შემდეგ, სამყარო შანსებს გაძლევს, რომ რაღაცა დააბალანსირო, სტრესიდან გამოხვიდე, ტკივილი განგრევდათ. აი ეს ტკივილი უკვე თითქოს მიდის და ბრუნდება სიმშვიდე, ემოციური სითბო. შეიძლება როგორც ძველი ურთიერთობის, შეიძლება როგორც ენერგიის, სულიერი აღორძინება ბრუნდება. ემოციური კავშირი ბრუნდება. ან ადამიანი ბრუნდება, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობს თქვენთან კავშირს. მიუხედავად განხეთქილების, დაკარგული ემოციების, გზების,
ურთიერთობის განულების შემდეგაც ვიღაცასთან ტრანსფორმაცია ურთიერთობაში შეიძლება თქვენი შვილების იყოს სხვათა შორის. თქვენს ცხოვრებაში მეგობრებო ბრუნდება შესაძლებლობა და ძალა შექმნათ ის, რაც ძალიან გინდათ. რაღაცა იყიდოთ მაგალითად, ან რაღაცა შექმნათ, რაღაცა დაიწყოთ. თითქოს თვით სამყარომ კვლავ მოგცათ აი ჯადოსნური ჯოხი და მაგიური ძალა ხელში, ენერგიებში. თითქოს მაგიური ძალა მოგცათ სამყარომ, ხედავთ ხო, მაგია აწერია. და თქვენ ანუ რაღაცას იწყებთ თავიდან, აი გეძლევა მეორე შანსი. მეორე შანსი რომ შექმნა, შენივე ხელებით რომ შექმნა ეს ყველაფერი. არ ვიცი ვისი გაშლა გოგოებო ბიჭებო, მაგრამ აუცილებლად მოისმინეთ. არხიდან მოდის ინფორმაცია. ეს არის ენერგია თავდაჯერებულობის, ინიციატივის, რომელიც ადრე გქონდა და დროებით ან წაგართვეს, ან გაქრა ძვირფასებო. აი ასეთი ენერგიები ბრუნდება. წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერად.